მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ იმედია გამოსწორებულია ტექნიკური ხარვეზი და უმეცემა საშუალება რომ ჩავწერო ვიდეო ლაივი განსაკუთრებით მსიამოვნებს თქვენი ციგვინი, რომლებიც ამ ჩემს მიერ შედგენილ ბლოგთან დაკავშირებით ერთი წივილ-კივილი ატეხეთ. და მინდა კიდევ ერთხელ მოგიფეროთ. მოკლედ მე კი ვიცოდი რომ ამას ყველაფერს მოყვებოდა ერთი დიდი ისტერიკა ამ უკრაინელების თემას, რომელი თემაც აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინელებს უკავშირდებოდა და არა მარტო ისე უბრალოდ რიგით მებრძოლებს, ადამიანებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი ჯილდოები, ადამიანები, რომლებიც აფხაზეთის გმირებად არიან გამოცხადებულები, სეპარატისტული აფხაზეთის. და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, აი ლინკი აგერ მაქვს დატოვებული, ან ჩემი YouTube-ის არხზე გნებავთ აქაც ამაქვს შემოგზავნეთ და ნახოთ დეტალურად. ნახოთ დეტალურად ის ფაქტები არის დადებული, რომელსაც ვერავინ ვერ გაიქცევა. გამორიცხულია ამას ვინმე გაიქცეს, იმიტომ რომ ეს ხალხი აღიარებულია, ეს ხალხი შერაცხულია თვითონ სეპარატისტების მხრიდან, როგორც აფხაზეთის გმირები, მიღებული აქვს ჯილდოები, ცნობილია მათი სახელები, ცნობილია მათი გვარები, ცნობილია მათი საცხოვრებელი ადგილები უკრაინაში და დაჯილდოვებული არიან ჩვეულებრივად, რა ვიცი, მათი ოფიციალური ჯილდოები და წიგნებში არის შესული. ფაშისტი ქართველების წინააღმდეგ მებრძოლი გულანთებული პატარა აფხაზეთის მხარდამჭერი უკრაინელები. ახლა იქ ვიდეო მტკიცებულებაც იყო, არის ფოტო მტკიცებულებაც და არის ყველაფერი, ხო? არის პირდაპირ აღიარება თვითონ იმ უკრაინელის, რომელიც იბრძოდა ქართველების წინააღმდეგ და ახლა მე კი ვიცი რომ გონებით ბრმა და დასირებულ ადამიანებთან არაფერს აზრი არ აქვს, რომ ილაპარაკო, მაგრამ მეტნაირი მტკიცებულება რა უნდა მოგიტანოთ ახლა 92 წელს უკან ვერავინ ვერ დააბრუნებს და იქ ვერ წაგიყვანთ და ვერ განახებთ და მეტი მტკიცებულება რა გინდათ? მე არ მithქვია რომ ეს ჩვენ მხარეს უკრაინელები არ იბრძოდნენ, ჩვენ მხარეს არ იყო უკრაინული დახმარება, იყო უკრაინული ჰუმანიტარული დახმარებაც ერთფრენების სახით, რა ფორმით იყო, როგორ იყო, ესეც თქვა ადამიანმა უშუალოდ მონაწილემ, ამასაც ვერავინ ვერ გაიქცევა და იმასაც რომ უნაუსოს ბატალიონს, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა, რა ბატალიონი როგორ შეიძლება ეთქვას, თვითონ უნაუსოს მეთაური აღიარებს რომ 50 კაცი იბრძოდა, თითქმის გაძლიერებული უცეულის დონე, ეს ბატალიონი შემდეგ გამოიყენებოდა სამეგრელოში ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ. დიახ, უკრაინელებს გადაუხადეს ფული და დააღრევიეს ქართველის სისხლი. გადაუხადეს ფული ბალტინს, უკრაინის დაურეკეს კრავჩუკს, შევარდნაძე ყვება, ხო მე ხوار ვიგონებ. გადაუხადეს ფული, ჩამოვიდა ბალტინი, შემოიყვანა თავისი უკრაინული დესანტი და დაერია ქართველებს. ვიგონებ ახლა ამას მე? ეს არაა ისტორიული ფაქტი, ეს არაა ისტორიული მტკიცებულება. პირველ წყარო შევარდნაძის ვიდეო მტკიცებულება ბალტინის შემოსვლის, თვითონ ამ ხალხის მონაყოლებიც. ეს არაფერი არა? რას ამტკიცებს ეს? ამტკიცებს იმას, რომ უკრაინის სახელმწიფო ჩვენ არაფერში არ გვეხმარებოდა გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა. ოფიციალურად. ერთადერთი იყო ეს იყო ჰუმანიტარული დახმარება და იქაც დაჭრილი ჯარისკაცი რო ყოფილიყო, იმის გადაყვანის უფლებაც კი არ ჰქონდათ. და მივალ შენ შემოგევლე მე მაქამდე, მივალ მაქამდე. და უკრაინის სახელმწიფო ეხმარებოდა შევარდნაძეს ეროვნული ხელისუფლების მომხრეების განადგურებაში. არის ფაქტი. ახლა ამ ფაქტს თქვენ ვერც აქედან გაიქცევით და ვერც იქედან გაიქცევით. რა ვთქვი მე ამ ხალხს ვამტყუნებ, ეს ასია. დააქირავებული მეომარია როგორც დღეს აძლევენ ფულს და მიდიან ზოგი აქეთომ, ზოგი იქეთომ, ჩამოვიდნენ და იომენ. ეს არის ისტორიული ფაქტი. ეს არის ისტორიული მტკიცებულება. და თუ ამბობთ ერთ რაღაცას, თქვით ბოლომდე, საქართველოს ისტორიაა ეს. და საქართველოს უახლესმა ისტორიამ ძალიან კარგად იცის უკრაინული დახმარებას, რუსული დახმარებას, ევროპული დახმარებას, ქართველი მოღალატეების ქმედებაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა იყო ამაში საისტერიკო და რა იყო ამაში
ასატეხეს ცივილკივილი, მაგრამ მე ვიცი რა იყო. თქვენ გქონდათ შექმნილი მითიური უკრაინელი მებრძოლების გმირის სახე საქართველოში, რომლებმაც ყველაფერი მიყარეს ჩამოვიდნენ საქართველოსთან საუბრად. ტყუილია ეს ყველაფერი და მოსკოვა თვითონ ეს ხალხი. არ ქონდა პრობლემა ფულთან დაკავშირებით, გვიხდიდნენ, უზრუნველყოფილი ვიყავით ყველაფრით, ვექვემდებარებოდით შევარდნაძეს და ვახდენდით მონაწილეობა შემდეგ ჯერ აფხაზეთში და მერე სამეგრელოში ზვიადისტების წინააღმდეგ. ეს არის ფაქტი. ხლა რა დედის ტყუნა გინდათ თქვენ, მე ვერ გამიგია. ვინც ამბობთ, რომ თურმე მე რაღაცას ვიგონებ. ეს კიდე ზღვაში წვეთია, იცი, იმასთან დაკავშირებით, რაც აი, მართლა მაძლევთ იმის мотиваციას, რომ ეს კიდევ და კიდევ უფრო გავაკეთო. თუ ვინმეს გაინტერესებთ, უკრაინელების უშუალოდ მონაწილეობა, ზღვაში წვეთია ეს ყველაფერი. რატოა ზღვაში წვეთია ეს ყველაფერი, იცი? იმიტომ რომ კიდევ იყვნენ უკრაინელები, რომლებიც ფულის გამო ყველაფერზე მიდიოდნენ მაგომში და 1000 უბედურებაში აქცევდნენ ჩვენ ქვეყანას. რუსებთან ერთად დნესტრისპირეთში მებრძოლი ბატალიონი დნესტრი, რომელი ბატალიონიც იყო დაკომპლექტებული პრიდნესტროვიელებით, რომლებიც ეთნიკურად რუსები, უკრაინელები და მოლდაველები იყვნენ და რომლებიც იყვნენ ჩამოსული და აფხაზეთში იბრძოდნენ. და შავი ზღვის ფლოტი, რომელიც ნაწილი უკრაინას ემორჩილებოდა და ნაწილი რუსეთს ემორჩილებოდა, უზრუნველყოფდა ამ ხალხის დნესტრისპირეთიდან ჩამოყვანას ჯერ, იქ ისეთი რაღაცა ორი გზა არის. აქეთ მოლდავეთია, აქეთ უკრაინა. სხვაგან ვერ წახვალ. სხვა ქვეყანა იმ დნესტრისპირეთს არ ესაზღვრება. აფხაზეთში რო წამოხვიდი, ახლა ვისაც ეუბნებოდნენ, ისინი ხო არ გამოატარებდნენ მოლდაველები. გამოატარეს უკრაინელებმა და უკრაინის მხარე. ჩამოიყვანეს და მერე დესანტირებას უკეთებდნენ ტამიშის დესანტისტოს და ამის დროს. და იქ ნახევარზე მეტი თუ არა, ნახევარი მაინც უკრაინელები იყვნენ. ასე იყო ეს. და ეს არის ისტორია, და ეს არის სიმართლე. და მე სულ ფეხებზე მკიდია თქვენი ისტერიკა. და მე რა მინდა გითხრათ, იცით? აი ახლა აგერ კაცი წერდა რომ ასეო ქართველებიც იყვენო, რომლებიც რო აფხაზეთის მხარეზე, სეპარატისტების მხარეზე იბრძოდნენ. რამდენიც გინდა? ვინ უარყოფს მე? როგორი ქართველები იყვნენ, იცი? აი ესეთი დედამოწყნული ქართველები იყვნენ. უკრაინელების მიერ დახოცილი ქართველები აფხაზეთში რო არაფრად მიაჩნიათ. უკრაინელების მიერ საქართველოს ტერიტორიული რღვევა რო არაფრად მიაჩნიათ. ბალტინის დესანტი რო არაფრად მიაჩნიათ და ვინც გადაუხდის ფულს იმის ტრაქში რო ზრებიან. გადაუხადეს აფხაზებმა ფული, შეპირდნენ იმას აფხაზად დაწერას, აფხაზეთში ცხოვრებას და ოხრად იყო ეგეთი ქართველები. და აბსოლუტურად ყველა ის დედამოწყნული, რომელიც დარბის ქუჩაში, უკრაინის დროშით, ნატოს დროშით, ამერიკის დროშით, ევროკავშირის დროშით და კიდე რა ვიცი, მე დედის მოთხნის, მე ისრაელის დროშით და რითი არ დარბიან, რა ვიცი, ამა დედა შევეცი მე. აბსოლუტურად ესენი სულ ყველა ქართველების წინააღმდეგ ნებისმიერ ჯარში ჩაეწერებიან. გეუბნებით ახლა რომ მოხდეს დაპირისპირება ნატოს საქართველოსი. ნატოს ჯარში, ამერიკის ჯარში, უკრაინის ჯარში ჩაეწერებიან ქართველები რო დახოცონ. აი ესეთი ბოზიშვილი ქართველები იყვნენ იმ აფხაზეთის ომის დროს აფხაზების მხარეს რო იბრძოდნენ. მე კი არ გამოვირიცხავ, გამოვირიცხავ კი არა, თუ გინდათ მაგაზეც გავაკეთებ. და პრინციპში უნდა გავაკეთოთ ეს ბლოგიც, უნდა გავაკეთოთ, იმიტომ ისტორია, ანუ რატო ახლა, რატო უნდა დავაფაროთ ხელი იმ სამარცხვინო ქმედებებს, რასაც ქართველები ჩადიოდნენ ქართველის წინააღმდეგ. მეცას გეტყვით, არძიმბას უშუალოდ მძღოლი ქართველი. თუ არ ვცდები, არ ვიცი ზუსტად ახლა, არ შემისწავლია, თუ არ ვცდები, სადღაც 13 თუ 14 აფხაზეთის გმირია. ეთნიკურად ქართველი. ხო. მაგრამ ეს ჩვენ ორს შორის დაპირისპირება იყო. ზოგს დედა ყავდა აფხაზი, ზოგს პირიქით მამა ყავდა აფხაზი და დედა ქართველი. აი, გაბისკირია და ეშბა და ისინი აფხაზები იყვნენ, იქ რო იყვნენ. ნუ გაბისკირია, უფრო მეგრელმა ეშბა ვინ იყო, რაულ ეშბა. ეს იყო ორ ძმას შორის ომი. ზოგი იმ მხარეს იბრძოდა, ზოგი ამ მხარეს იბრძოდა. რა უნდოდა აქ უკრაინელს, რა უნდოდა აქ რუსს, რა უნდოდა აქ ადიღს, რა უნდოდა აქ ჩეჩენს. მე კითხვას ვსვამ, ფული უნდოდათ. ფული უნდოდათ. და ფული უნდა დღესაც. და ნუ ქმნით რაღაცა მითებს,
რომ ვიღაცა ქართველებზე ისე გიждდებოდა და გიждდება, რომ საქართველოს გულისთვის თავს მოიგოს. ყველას ფეხებზე კიდია საქართველო. საერთოდ არ აინტერესებს საქართველო. იმ უნაუსოს მებრძოლების ყვებიან პირდაპირ, რომ მათ ინტერესებში იყო, რომ რაც შეიძლება მეტხანს ყოფილიყო საქართველოში ომი, რადგან რუსეთი იქნებოდა კავკასიით დაკავებული და ვერ მოიცვლიდა უკრაინისთვის. რა ხდება დღეს? რა ხდება დღეს? იგივე საკითხობენ? იგივე საუბარი არა? იგივე დამოკიდებულება არა? იმიტომ რომ შეუმსუბუქდეს უკრაინას მდგომარეობა, საქართველოში უნდა გაიხსნას ფრონტი. ხო და ეს რა გააკეთეო ერთმა დამიწერა, გაოგნებული იყო. ვაიმე, გუდუნა რა ქენიო ეს რა გააკეთეო, ეს როგორ გაბედეო, ეს როგორ თქვიო. აი მათ დედას შევეცი, მათი ჯიჯილაგიანად. ვინც აფხაზეთში ჩავიდა ქართველების მოსაკლავად, ფულის გამო. გმირობების ორდენები დრო წავიდნენ. ზოგი ჩაძაღლდა, მიაგდა ძაღლი და ღორი. და აი თქვენ დედას შევეცი კიდე ვინც ამას მალავთ. და ვინც ამას ხელს აფარებთ. ან ვინც ამას გაправებას აძლევთ. თქვენ ფეხებზე კიდიათ მათი ხელიდან მოკლული ნებისმიერი ქართველი. აფხაზეთში ჩვენ გვებრძოდა ინტერნაციონალი. მთელი ინტერნაციონალი გვებრძოდა. არ იყვნენ მარტო უკრაინელები, არ იყვნენ მარტო რუსები, არ იყვნენ მარტო ჩეჩნები, არ იყვნენ მარტო ყაბარდოელები, თურქებიც იყვნენ. უამრავი თურქი ბრძოლობდა. უამრავი თურქი მუჰაჯირის შთამომავალი ბრძოლობდა. მე სიტყვას ვინ ამბობს ამაზე? სიტყვას ვინ ამბობს ამაზე? უფრო მეტიც მაშინდელი თურქეთის იმას რა უთხრეს პრემიერს აფხაზეთში ომი რო დაიწყო, გამოვიდა იმან და რა თქვა, იცი? რა თქვა, იცი? ასეთი რაღაცა თქვა. საქართველოს მაშინდელი შევარდნაძის ხუნტა ხელისუფლება დაადანაშაულა აფხაზი ხალხის გენოციდში. კი? 92 წლის 14 აგვისტოს. და რო იყო ჩამოსული აქ რო კითხეს იმას არ უარყვია. დიახო მე ოღონო გენოციდი არ მithქვიაო აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში. თქვენ მარტო რუსს ხედავთ, თქვენი დედა შევეცი იქ. მარტო რუსს ხედავთ. რუმინელებიც გვებრძოდნენ, პოლონელებიც გვებრძოდნენ. არიან გვარები. მთელი ინტერნაციონალი იბრძოდა. არა, მარტო რუსი იყო. არ ყოფილა მარტო რუსი. არ ყოფილა მარტო რუსი. და რუსის გარდა სხვას რატო ვერ ხედავთ? ტყვიას ვინც მესვრის, ყველა არის ჩემი მტერი. ყველა არის ჩემი მტერი. ვინც ჩემ ქვეყანაში მოვა იარაღით, რა მნიშვნელობაა გეროვნებას? არ არის ეს ლოგიკა? მაგრამ თქვენი მტერი არა. თქვენი მტერი მარტო რუსია. დანარჩენი დედა თქვენის მწვნელებია ალბათ და გიყვართ მაგითო. ეს არის სიმართლე. ეს არის სიმართლე. არ მალავ ბატონო, არ მალავ. სომხების რა თუნდა ახლა მე ვაფარებ სომხებს ხელს? სომხური ბატალიონი იყოთ ლაჩეკნელი. ბაგრამიანის ბატალიონი. მაგრამ როდესაც ასეთ რაღაცას ამბობ, ხო, მაშინ ესეც უნდა თქვა, რომ აქეთ მხარესაც იყვნენ სომხები და არ იყო ცოტა. აგერ თბილისელი სომხები რამდენი იყო ჩასული, რომლებიც იბრძოდა ქართულ მხარეს. ამის თქმა არ უყვართ. მარტო იმის თქმა უყვართ. მე არ მეყვარს უსამართლობა. სხვისი მეზიზღება. ეს არის სიმართლე, რომელიც თქვენ არ გაინტერესებთ, ვისაც გეხებათ. ხო? ხო და აი ეს არის დამღუპველი, აი ეს ტყუილი, ეს აფირისტობა, ეს არ ვიცი მე ამას რა ქვია, მე ეს თვითკოლონიზირება ყველაფრის. და მხოლოდ ერთადერთი მტრის აღიარება საქართველოს მტერი არის მარტო რუსეთი. არ არის ეგრე. მე როდესაც ვამბობ, რომ საქართველოს ყველა მტერი ყავს და ყველა არის იმაში, რა ქვია, დაინტერესებული ქართველი ერის განადგურებაში და საქართველოს განადგურებაში, ამაზე ლაპარაკი არ უნდათ. თქვენ გონიათ, რომ ებრაელები არ იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ? არ იყვნენ თქვენ გონიათ? უამრავი. მათ შორის ოფიცრები იყვნენ, სახალის ოფიცრები, რომლებიც იქეთ მხარეს იყვნენ. კი ახლა ისინი აკოფებში არ იწვნენ და ის, მაგრამ თავის საქმეს აკეთებდნენ იქ, რაზეც იყვნენ ჩასულები.
ეგ ერთი ბლოგერია ეს აღარ მახსოვს გვარი ამერიკაშია სახალის ყოფილი ოფიცერია და შემთხვევით წამოწდა ერთ-ერთ ლაპარაკში სულ შემთხვევით წამოწდა ერთ-ერთ ლაპარაკში რომ ის მის ჯგუფთან ერთად მივლინებაში იმყოფებოდა აფხაზეთში მაგ დროს ასია ეს და ეს იყო სიმართლე და კარგად გამოჩნდა აფხაზეთის ომის დროს რომ ქართველს მეგობარი არავინ არ ყავს გარიდან ის ვინც საქართველოში არა ქართველი საქართველოსთვის ბრძოლოდა იმათ საფლავ შემოვივლე მე იმათთვის საქართველოს სამშობლო იყო და მისი სამშობლოსთვის იბრძოდნენ და გარედან მოსული ნებისმიერი ხო გარედან მოსული ნებისმიერი ვინც ჩემ ქვეყანაში ჩამოვიდა რატო არ უნდა ვიცოდეთ ეს ისტორია და ეს ყოფილა თურმე რუსეთის აგენტობა ახლა რასაც მე ვამბობ რატო იცით იმიტომ რომ ამ უკრაინის პიარში ამ სლავა უკრაინეს ძახილში იღებენ უზარმაზარ ფულს ამით ცხოვრობენ ეს ჯიშმოწყნულები ეს არის ამათი პოლიტიკური თუ ყოველდღიური ცხოვრების წესი აგერ უაქვთ ამოფარებული ამ დედამოწყნულებს ახლა ყველას ნახდათ არ ვეხები იმიტომ რომ იქ ზოგიერთი მართლა პროპაგანდიდანაა დაბოლილი კაცო მაგრამ აფარებული რო აქვთ ეს უკრაინის დროშები ნახევარზე მეტი მაქედან ვიგოდას იღებს და შემოსავალი აქვთ და რას ქვია ახლა ამგეს შენ ეს რა უთხარი როგორ აკადრე და როგორ დაუდევი ფაქტი უფრო მეც დაგიდებთ შავი ზღვის ფლოტის ჩართულობას რომელიც უკრაინას ექვემდებარებოდა იმ დნესტრისპირეთის ბატალიონს რომელიც ნახევარი უკრაინელები იყვნენ დაგეგმარება უზრუნველყოფა დესანტირება ჩამოყვანა ყველაფერს დაგიდებთ აზრი არა აქვს არანაირი აზრი არა აქვს იმიტომ რომ ხალხს აგერ პირდაპირ გაძლევთ აი გიდებთ ხალხის სახელებს გვარებს ოფიციალურ დაჯილდოებას სეპარატისტებიდან მოქმედების ადგილებს რამდენი ქართველის მკვლელობაში აქვთ მონაწილეობა მიღებული ეს არ გაკმაყოფილებთ აბა რა დედის თქმა უნდა დაგიდოთ მეტი აბა მეტი რა უნდა დაგიდოთ და მე გამოხდა თქვენ გიყვართ საქართველოს ისე თქვენი დედა შეებეცი თქვენ საქართველოს არ გიყვართ ისე თქვენი დედა მოვტყა მე ვისაც სიმართლე არ უყვარს კიდე იმის დედასაც შეებეცი უყელასას რატო ვიგინები და ამიტომ ვიგინები იმიტომ რომ სხვანაირ ლაპარაკს არ იმსახურებთ გამოვა ვიღაცა სინი და მე თურმე კოცების საქმეს ვაკეთებო თურმე კოცების დედასაც შეევეცი და ნაცების დედასაც შეევეცი და თქვენი დედა მოვტყან ზევიდან ყველასი ვისაც არ მოგწონთ ჩემი სიმართლე და ყველა ვინც იმ უკრაინელებს ხელს აფარებთ ესა სიმართლე და სანამ ქართველების სიმართლის თქმას სიმართლის დაცვას სიმართლის მიღებას არ ვისწავლით და ვერ ვისწავლით მანდ ყოველთვის ვიქნებით ამ ჭაობში ვიქნებით ყოველთვის და ვერასდროს ვერ ამოვალთ ამ ჭაობიდან უკარით ტაში და იძახეთ სლავა უკრაინე მედით და ირბინეთ რუსთაველს და იგი გონიათ პატრიოტიზმი თქვენ არის პატრიოტების დედას შევეცით უსადმე არიან ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ ბიჭების და ხო ერთი გამოდიხართ აქ ზოგიერთები რომ მეუბნებით რა ქვია მთელი სერიოზულობით რომ მიწერთ აქ რომ თურმე ჩვენ ისა რა ქვია ჩვენი ვალი გვაქვს ისა რა ქვია და ჩვენი ეს საბრძოლო ძმობა არის უკრაინელებთან თუ რა არის რომ რადგანაც რუსეთი ებრძვის უკრაინას ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თურმე ასევე უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ჯერ ბიჭო სტატისტიკას გაჩვენებთ თვითონ უკრაინელი მებრძოლების უნაუსოს მებრძოლების თქმით 50 კაცამდე ვიყავით მეთაურები ამბობენ ამას 102 ქართველი არის უკვე დაღუპული მარტო უკრაინის მხრიდან ვიცი ახლა რუსეთის მხრიდან მეომარ ქართველებს არ თვლით იმას ადამიანებად არ თვლით იმიტომ რომ ასქვია იგი რუსეთში დაიბადა გაიზარდა რუსეთის მოქალაქეა რუსულ ჯარში გაიწვიეს ომობს უკრაინაში და იგი თქვენთვის ადამიანი არ არის ასაგებია ეს ხო მესმის აი ოფიციალურად ხო ორჯერ მეტი გარდაცვლილი ყავს უკვე ორჯერ მეტი გარდაცვლილი ყავს გადაშენების პირას მყოფერს ვიდრე უკრაინელები დაქირავებული უკრაინელები ბრძოდნენ საქართველოში ორჯერ მეტი თქვენ რო ბიჭო ქვეყანა
გიყვარდეთ, თქვენ რო ქართველიერი გეცოდებოდეთ. ელემენტარულს იმას იტყოდით, ამ გადაშენების პირას მყოფ, განადგურებული დემოგრაფიის გენოფონდის განადგურების პირობებში ვინ მიცა საქართველოს დასაკარგიშვილი, როცა ნახევარზე მეტი უკრაინა გაიქცა უკრაინიდან, კაისვამენ, კაისჭამენ, კარგად გულავდნენ მთელი ევროპა და მთელი ამერიკა და მთელი ის აქვს მოტყობილი თავზე იმხობენ ყველაფერს. და ზელენსკი შვილით დაწყებული ახლა მაგის ახლა სტალინის შვილივით იმაზე არ გაეშვა, უკვე ფრონტზე არ გაეშვა, ეგერ გულავს ბერლინში სწავლობს და მთელი ევროპა ყვება ზევიდან და ქვევიდან და შეინჭირებენ და შენგენასვათ. და თქვენ ბიჭო, თქვენი ქართველი არ გეცოდებათ, რომ იქ წავიდეს და მოკვდეს. არ გეცოდებათ. და იძახით, რომ ეს ნორმალურია და ბარეური სირი იმას აყოლებთ, რომ კიდე თურმე ჩვენ გასაკეთებელს აკეთებენ. და ჩვენ გვაქვს ვალი, მაშინ მე გეკითხებით. მე რო ვთვლიდე, როგორც ერთი რიგითი ქართველი. როგორც ერთი რიგითი ქართველი კაცი. ჩემი გასაკეთებელი არის უკრაინაში. და უნდა წავიდე და უნდა ვიომო. მე აქ არ დავждებოდი და ლაივების წერას და კომენტარების გაკეთებას არ გავაკეთებდი. თქვენ თუ მაგას მასე თვლით, რომ თურმე უკრაინის ომი ყველა ქართველს გვეხებათ, მაშინ გეკითხებით, თუ ჩმორები არ ახართ. შენ ხო კაცი ხარ, ვინც ამას წერს. თუ ჩმორი არ ახარ, რას მიზი ხარ და რა კომენტარს მიძერ, რა და წადი. წადი და იომე. თუ რა გინდა, ესე ჩმორი ხარ და ლაჩარი ხარ. ხო და ჩმორს და ლაჩარს არ ენაღვლება მისიანი. იმან მისიანი არის ის მისი თავის გარდა წავიდეს იქ მოკვდეს. მე უკრაინეს ვიღაცა შეხვდება და სლავა უკრაინეს დაუძახებს და გადაკოცნის და შეინჭირება და შენგენაცვა. კი ბატონო ზურაბ, ბალტინის დესანტი კიდე იყო იმ ბლოგში, ყველაფერი არის შეტანილი. ცოტ-ცოტა ყველაფერი არის შეტანილი. მოსაწყენიც რო არ იყოს და გასაგებიც რო იყოს, მარტივად ყველაფერი. ყველაფერი. მე გიცი ჩემო საქართველოს ქართველების 90% კიდია, თუ მეც არა. პირდაპირ გეტყვი 90% სულ კიდია საქართველოს. ჭიქის პატრიოტების ქვეყანა არის. სულ ახატია, ქალიან, კაციანად სულ ახატიათ. გეუბნებით ამას. და ეს ძუკნა ქალები რო გამომიხტებით, კიდე და ომის და იმის თეორიების გარჩევას რომ იწყებთ, თქვენი დედაშევეცი, მაინც რაჯიშის ქალები გამოგიყვანათ ამ სოროსმა, თქვენი დედა მოთხა, ქართველი ქალის სახელში აზიზღებთ ადამიანს. თქვენი დედამოწყნული შვილები გაუშვით იმ ომში. თქვენი დედამოწყნული ქფრები გაუშვით იმ ომში. ან თქვენ წადით. წადით თქვენ. რატო არ მიდიხარ? იყვნენ დაქირავებული უკრაინელები იმათ ხარეზე, ქალები, რომლებიც აღდნენ. და საერთოდ ბალტიისპირელები იყვნენ აფხაზეთში. ქალები. ბალტიისპირელები. ლიტვა, ლატვია, ესტონეთიდან. ბიატლონისტი ქალები, რომლებიც სნაიპერებად მსახურობდნენ. და თეთრი კალგოტკები, ასე ერქვა, ბელიე კალგოტკი. წადი თქვენი დედაშევეცი, რას მიზიხართ აქ და რას მიკითხავთ იმას? ხო აქ კალი და კაცი ერთნაირი. ხო არ თანასწორები, ხო წადით მერე, ამ თქვენი შვილები გაუშვით. გადგებით იქ და ისა, რა ქვია, რუსთაველზე ამარცხებთ რუსეთს ამდენი ხანია და ვერ დაამარცხეთ ჯერ კიდე. ხო და მე ვიცი დიდი ხანია გადაგვარებული როა საქართველოს. ძალიან ორივე მხარე გადაგვარებულია, სამივე მხარე გადაგვარებულია პოლიტიკაში, ვინც არიან ხელისუფლება, ოპოზიცია, ესენი ყველა ერთი ფალოსით გაკეთებულები არიან. ყველა ერთი ფალოსით, ამათ მათი მხარდამჭერები, მათი შენიჭირიმე შენგენაცვალეს მოძახი, ყველა გადაგვარებულია, ამათ არაფერი არ აინტერესებს. არაფერი ამათ არ აინტერესებს. ამათ აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ ფული აიღონ და მორჩა და დამთავრდა. იმას ნაცია ეზიზღება, იმას ხოცი ეზიზღება, საერთოდ ყველა საქართველოს ეზიზღება. მე სადა ვარ? მე დედაშენთანა ვარ, აგე რა გვერდითაა ოთახში დედაშენი და აქა ვარ მე. მე რას გინდა ერთი რას დავმალულ ვარ ჩემ ქვეყანაში. რას დავმალულ ვარ მე რიგითი მოქალაქე ერთ-ერთი ბავშვობიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე. რას დავმალულ ვარ?
შენგან განსხვავებით ჯარში არ მიმსახურია, ომში არ მქონია მონაწილეობა მიღებული, ჩემ დაწილად ერთ რიგით ქართველს. თუ შენსავით მიძახებია ეს სლავა უკრაინე და მე იმაში რა ქვია, ჩრდილში მჯდარო და კომენტარები მიწერია? ხო აქავარ, იმიტომ ვარ აქ, რომ ამნაირი ნაბოზვარი ქართველები მომრავლდით და სიმართლე არ გინდათ. სიმართლე არ გინდათ. 5000 კილომეტრიდან ნათქვამი სიმართლე არ გინდათ თქვენ. საქართველოში არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებდი, რასთან აქ ვაკეთებ, მიზა რომ ფიზიკურად გადავადგილდებოდი და ფიზიკურად ვეუბნებოდი, ნაც ბოზი ხარ, კოც ბოზი ხარ, ჩათლახი, ვერ ამიტანეთ. ვერც ნაცმა, ვერც კოცმა, ვერც დანარჩენმა, ვერ აიტანეთ, ვერც მე და ვერც ჩემი სიმართლე. ჰავდექი წამოვედი, გამოვეცალით, აგიტოვეთ. წადი. ხო ხარ მაგარი პატრიოტი. აშენეთ ქვეყანა ბატონო, საერთოდ არ ჩამოვალ ჩემ ქვეყანაში, ოღონ გადაარჩინეთ თქვენ საქართველოს და ქართველიერი გადარჩეს. საერთოდ არ ჩამოვალ. მიდით. მე ხო უშლიდი მაგ ქვეყნის განვითარებას ხელს და ჩემნაირი ბნელბნელები. ხო დარჩით ნათელები. გინდა ნაცია გიყოთ, გინდა კოცია გიყოთ, თქვენ დედა შევეცი მარჯვნივაც და მარცხნივაც. სადავარ შედედა მოწყნილო, სად? ომი რო იყო, აფხაზეთის ომი რო იყო, ნაცებიც და კოცებიც ყველა იყვნენ. ზოგი ჰარვარდში სწავლობდა, ზოგი იმაში კემბრიჯში სწავლობდა, ზოგი ოქსფორდში სწავლობდა, ზოგი მოსკოვში იყო, ზოგი პეტერბურგში იყო. თქვენი ლიდერებიდან განსხვავებით. ვინ შენ ფულს გაძლევს მაგისტრის? ურიას ტროლო, შენი დებილი დედა შევეცი. რომელი ერთი კაცი მანახეთ ნაცებიდან და კოცებიდან, ერთი ადამიანი, რომელიც აფხაზეთის ომში იბრძოდა. ან თუ გინდა 2008 წლის ომში. ეს ახალი თაობა რო აქვს ნაცკოცების მოსული. მაჩვენეთ ერთი კაცი მაჩვენეთ. აღარაფერს ვამბობ. მაგათი მამები ვინ იყვნენ, თვითონ ვინ არიან, ან მისი შვილები ვინ არიან, თუ მსახურობენ ჯარში. მაჩვენეთ ერთი კაცი მაჩვენეთ. და თქვენი თქვით მე რომ თქვენ გიყვართ ქვეყანა? იმისთვის, კოცისთვის, სამშობლოს ჯარით და ომით პარტია. ამათთვის ეს ტრაგიდან განათლებული იდეოლოგია და არასამთავრობო ორგანიზაციები და ამათი პარტია. და ეს ახალ ორი დარჩენილი შუა უნდა გაიკრიფოსო, თქვა ემა, ბაჩხუმა. ჭორვილებმა მაიმურმა და ჩვენ არის მოგვიძულეს, ბატონო. თქვენ ხართ დარჩით მაგ და თქვენ გინდათ ქვეყანა გადაარჩინოთ. შემოძმაო, როდესაც ისწავლის ქართველიერი და როდესაც მოუნდება ქართველის სიმართლის თქმა და სიმართლისთვის ბრძოლა, ჩამოვალ მაშინ. გავაკეთებ. ჩემ გასაკეთებელს ყოველთვის. აქედანაც ვცდილობ გავაკეთო და მაგაც ვიყავი და მაგაც ვცდილობდი გამეკეთები და მომავალშიც გავაკეთებ. არ ვარ მე ისა რა ქვია. შენ ჭირი მე შენ გენაცვალე. გმირი, ერთმა დაიმფაროს. ჩემზე იყოს ქვეყნის ბედი დამოკიდებული. ამიტომ არ უნდა ამხალს. არ უნდა ამხალს სიმართლის თქმა და სიმართლის კეთება და რატომ უნდა ჩამოვიდე? რატომ უნდა ჩამოვიდე? ღმერთო დედა ჩემი მიმყოფოს ჯანმრთელად და რატომ უნდა ჩამოვიდე? ბრძოლა თუ არ იქნება და აგერა მომდგარი არაბი, აგერა მომდგარი 1000 ჯულის ხალხი. გამოვიდეს ვინმე ხმა მოიღოს. არ უნდა ამხალს ბრძოლა და არ უნდა ამხალს ბრძოლა დამთავრდა, შენ მორჩა. რაში გჭირდებათ? რაში ჭირდება ნაცკოც, რაში ჭირდება მებრძოლი? მე მიმფურთხებია იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს და 2008 წლის ომის დროს და სხვა დროს იარაღით მოსულ მტერს რო ებრძოდნენ და დღეს რო ქართული მიწა რო იყიდება და ამაზე რო არ აქვს პრობლემა. ამისთვის იბრძოლეთ? ეგრეთ წოდებული არაოკუპირებული საქართველო იმისთვის იბრძოლეთ და იმისთვის გადარჩა ეს დანარჩენი ქვეყანა, რომ ეს რა ქვია, ბიზნეს გაიყიდა იმათ არაბებისთვის? ხო, პროტესტი არა გაქვთ. მე არ ვთვლი, რომ ჩემთვის რამე განსხვავებული ხდება. უფრო უარესი ხდება კიდე იმ აფხაზეთში და იმ ცხინვალში. არავინ არ ასახლებს იმას, რა ქვია,
70,000 და 20,000 არაბს აფხაზებს ჰქონდათ ესა რა ქვია დიდი ოცნება რომ მუჰაჯირებიო ჩამოსახლებიან მოგვასყდებიანო მაგრამ კაციშვილის ჩამოსახლების უფლება არ მიცა რუსმა თქვენ ამ არაოკუპირებულ საქართველოში გავსეთ უკვე იმგენით რა ქვია სვარჯულის ხალხით რა მნიშვნელობა აქვს შემოწმავა არაბი იქნება თუ ინდუსი იქნება რა მნიშვნელობა აქვს უცხოტომელი ხო უცხოტომელია ინდოეთი სოფლიოს ნომერ პირველი სა უკვე ქვეყანა ჩინეთი აღარაა ნომერ პირველი მოსახლეობა და რა თქმა უნდა მისი დიდი მოსახლეობის ექსპორტს ახდენს ესე როგორც გააკეთა თავის დროზე ჩინეთმა რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის არაბი იქნება ინდუსი იქნება სპარსი იქნება თუ რა მნიშვნელობა ქართველი არა ქართველი საქართველოში არ ედგომება ვიცი ხო მოკლედ აი ამაში არის საქმე რა მე ჩემი საქმე მაქვს და ჩემი ცხოვრების გზა მაქვს არავის არ მჯერა არავის არ ვენდობი სიმართლე გითხრათ და ყველას უყურებ თავისი ბიოგრაფიით და თავისი ნამოქმედარით ყველას რაინაც არ უნდა კონდეს წაგდებული და რაც არ უნდა იძახდეს და აიღოს მის ბიოგრაფია გამოიტანოს დადოს აგერ და ხედავ იტყვის ყველაფერს არ მჯერა მე უკვე ადამიანების ლაპარაკის, იმიტომ რომ ცარიელი სიტყვებითაა გავსებული ის. გამოვიდეს ერთი და დადოს მისი ბიოგრაფია დღეს რომელიმე უნდა თქვას, აჰა, მივდივარ ბრძოლაში და გამომყევით. გამოვიდეს. და კონდეს დამტკიცებული მისი ბიოგრაფიით, რომ გაკეთებული აქვს, რაღაცა მაინც გაკეთებული აქვს. არა, ესეთი ხალხი. საჯოგეთია. და იმიტომ რომ ეს ტყუილია გაბატონებული. მე ჩემ გასაკეთებელს, ჩემ დაწილად გასაკეთებელს გავაკეთებ და რა ვქნა ახლა თუ ესეთი რთული ეპოქა არის, რომ რთულ ეპოქაშიც ბედნიერი ერი ილია ჭავჭავაძე სრულადაა ახდენილი. გეკითხებით ერთი ბედნიერი ერში რაც აქ ნათქვამი, ხშირად ამათ უყვართ, რომ ისიც არ იციან, ბიჭო, იმის აზრიც არ არიან. პრაშაინი მიტაია რასია. იმეორებენ ამას დაზეპირებულად. ვინ თქვა, რატო თქვა, როდის თქვა, ისთვის თქვა. დოსტოევსკი მეგი თქვა, იმან ეგი თქვა, ამან ეგი თქვა. ილია ჭავჭავაძემ რაც თქვა ქართველ ერზე. იმაზე მეტი ვის უთქვი, დედაშენთან მსახურობდი, რეზი, დედაშენთან. დედაშენთან, შეურიას ნაბიჭვარო. ეგე? რა აქოთა ბიჭო ყველაფერი, დავაი და ახოი აქეთ. სოროსის ვირთხა. მეტი რაღა უნდა ახდეს ამ ქვეყანაში. მეტი რა უნდა ახდეს. და ისა რა ქვია, ბოლოს ერთ რაღაცას ვიტყვი. აი ეს რაც ახლა მოხდა. არასდროს არ მიუბრუნდებიან პირობას ვაძლევ ჩემ აუდიტორიას, მე დვალიშვილ უსინდისო, უნამუსო რაკაცზე არასდროს არ ვილაპარაკებ. არასდროს არ ვილაპარაკებ, რაც არ უნდა გააკეთოს. ამ კაცმა რაც გააკეთა უკვე და მოიჭრა თავი და რამდენჯერაც მოჭრა თავი და რამდენი შეურაცხყოფაც მიაყენა ქართველ ერს. რა ვიცი პასუხი მე ამაგას და არ მიმაჩნია და დასმული აქვს იმას დიაგნოზი, იმდან კაი არაფერი არ წარმოიშვა. მაგრამ რაც მაგ მოხდა, ეს იყო ძალიან სერიოზულად დადგმული უშიშროების ექსპერიმენტი. ექსპერიმენტიც არაა წინასწარ დადგმული სცენარი, რომ იქ რუსეთის სახელით მოასპარეზე ჩრდილო კავკასიელებს და დანარჩენ საქართველოს შორის მომხდარიყო ზიზღი, დაძაბულობა 1000 რამე და 1000 რამე და ეხლა არის ატეხილი ერთი ამბები ჩრდილოეთ კავკასიას და საქართველოს შორის 1000 რაღაცებზე არის ლაპარაკი. ვინ რა დროს რა გაგვიკეთა, ვინ რა დროს რა გააკეთა, ვინ რა დროს თქვია გვესროლა, ვინ რა დროს. მე მინდა ერთ რაღაცა გითხრათ. არ აყვეთ ამ ყველაფერს, იმიტომ ეს არის სიბინძურე ჩრდილო კავკასიელები ისტორიის საქართველოს ისტორიის მანძილზე და 2008 წელს და 2012 წელს და 92-ში არ დაწყებულა საქართველოს ისტორია. ჩრდილო კავკასიელები საქართველოს და ქართველების მიმართებაში სისხლით ნათესავი ხალხია. არსებობდა ისტორიის რთული და ბნელი მონაკვეთები, როდესაც ჩვენ წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ არსებობდა ისტორიის ნათელი მონაკვეთები, როდესაც ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ. არა ერთხელ, ეს არ ყოფილა ერთხელ და ორჯერ.
მაგრამ მე მინდა ერთი რაღაცა გავახსენო ყველას, არც ისე შორი წარსულიდან. ერთადერთი ხალხი იყვნენ, ერთადერთი ადამიანები იყვნენ და ერთადერთი სახელმწიფო არ ქონდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოებრებისთვის მებრძოლი ხალხი იყვნენ, რომლებმაც ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ ხელისუფლებას რაც შეეძლოთ ყველაფერი გაუკეთეს. ის რაც ქართველს უნდა გაეკეთებია საკუთარი ხელისუფლებისთვის, ის რაც ქართველს უნდა გაეკეთებია საკუთარი ხალხისთვის, ის გაუკეთეს ჩეჩნებმა, ზვიად გამსახურდიას და ის გაუკეთეს საქართველოს. და ეგრეთ წოდებულმა ძმებმა, უკრაინელებმა, რუსებმა, ევროპელებმა და ამათმა ყველამ გაწერა ზვიად გამსახურდია. მაშინაც კი, როდესაც პუტჩი მიდიოდა, პირველი ვინც იყო ჩამოვიდნენ ჩეჩნები. პირველი ისინი ჩამოვიდნენ და ცხონებულ ზვიად გამსახურდიას უთხრეს: აქა ვართ, შენ გვერდითა ვართ და ვიბრძოლებთ თუ არის საჭირო. და მერეც ეუბნებოდა, რომ 200 მებრძოლს ვაგზავნი, 199 სხვა, 200 მე ვიქნები. მაგრამ ცხონებულმა ზვიადმა არ დაუღვარა სისხლი. თურმე არ ყოფილა ეს დამპალი ხალხი ამის ღირსი. არ ყოფილა. არც იმ კაცის ღირსი ყოფილა, არც იმ თავგანწირვის ღირსი ყოფილა და არც ეს მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო და ის უნაუსოს ბატალიონები გამსახურდიას ებრძოდნენ და ყედყედაზდებდნენ მოსაკლავად. ეს არის სიმართლე. მოაყვებით ამას. ეს იყო სიმართლე და სიკვდილის მერეც ერთადერთი ქრისტიანი მართლმადიდებელი პრეზიდენტი იყო, რომელიც მიიღეს და ასაფლავეს შესაბამისი პატივით, შესაბამისი წესით და შესაბამისად მოუარეს და ისე როგორც კავკასიურ ძმობას ეხებოდა ეს. ეს გაიხსენეთ. და ნუაყვებით ამ რუსების და ამ ბრიტანელების ომის თეატრს საქართველოში, რომელიც მიმდინარეობს აგერ 300 წელიწადია. და გაგრძელდება კიდე. გამოაყენებიებ თავს. ეგა. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.